წლების მანძილზე იყო სოფელში ძალიან ბევრი პრობლემები იყო დაგროვილი. Ახლობით ამ სოფელს საუკუნე ნახევრის ისტორია აქვს. და თითქმის რომ არაფერი არ გაკეთებულა სახელმწიფოს მხრიდან ამ სოფელში. 2013 წელს როცა ეს ხელისუფლება მოვიდა, იმის შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა, თუ უნდა დავიწყოთ პირველი საბავშვო ბაღით, რომელიც ამ წუთას ფუნქციონირებს და 32 ბავშვი არის საბავშვო ბაღში. არის მიმდინარეობდა სკოლის მშენებლობა, გასულ წელს დაიწყო, მაგრამ რაღაც ინვესტორს შეექმნა თვითონ პრობლემები და გაჩერდა. ახლა დღეს ველოდებით ხელმეორედ ტენდერზე დადებას. სოციალური პრობლემები თითქმის გადაწყვეტილია და არის კიდე პრობლემები დარჩენილი. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა პრობლემა მოხსნილია და ყველა პრობლემა გადაჭრილია. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს შუქის მხრივ. ავარც წვიმა წამოვა, იმ წუთ ასით იშება და თოვლზე და ქარზე საუბარი უკვე ზედმეტია. მაგრამ უკვე დავიწყეთ მაგის რეაბილიტაციაც, მოდის ახლა ამ წუთებში გუშინს მუშაობდნენ, დღეს ამინდის გამოა შეჩერებული და ნენელა მივიწევთ წინ და სოფელში მაღალმთიანი სოფელია 7 თვეს ამთარია. ეს ბოლო პერიოდები არ იყო თოვლი მოსული, თორემ მე მახსოვს 5 მეტრამდე სიმაღლის თოვლის ყოფილა ერთდროულად ამ სოფელში. ასეთი პრობლემები იყო და ეს ბუნებრივი პრობლემები დღესაც დგას და ამას ხალხი წინ ვერ აუდგებით, მაგრამ ჩვენი ძალები მთელი წლის განმავლობაში არც ერთი მანქანა თოვლი რომ მოდის არ გაჩერებულა. ზამთრის პერიოდში გზა იწმინდება ყოველდღიურად, ყოველ საათში ტრაქტორი დგას, მუშაობს თვითონ მგეობას აქვს შეფასე შექმნილი, რომელსაც ამუშავებს ტექნიკას და მუშაობს, იწმინდება გზები. ამ ეტაპზე ვაქვს ახლა გზის პრობლემა, საავტომობილო გზის პრობლემა, რომელიც გვირდებიან გრუნტიანია და ასფალტი უნდა, გრუნტიანი გზა რამდენიც არ უნდა ისეაკეთო 6 თვეში იგივე სიტუაცია ხდება ისე. ფიურად რაღაცა სიახლეები მოდის, კეთდება, რაც ბატონმა წარმომადგენელმა აღნიშნა. ბევრია გაკეთებული, 1-17-18 საქმე უკვე დასრულებულია და ახლა კიდე გზის რემონტს ველოდებით, მაღალგზის გოძების შეცვლა ხდება სოფელში, სანამ თესვა მოხდება და მთაში ალპურ საძოვრებზე გზის გახსნა გვექნება კიდევ უახლოეს პერიოდში. ასევე ველოდებით სკოლის ხელმეორედ ტენდერის გამართვას და დაწყებას მშენებლობის, რომ მოვალ წელს ბავშვებმა დაიწყონ სკოლაში, ახალ სასწავლო წელი ახალ სკოლაში.